აქეთ გიორხელიძემ ესე იგი იმას დაუძახა კაცო ერმილეს ნემსაძეს ლაივში თანაც რეკლამას უკეთებს რომ აი ერმილე ნემსაძეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კი ბატონო გავიდა მეორეჯერ გაიყვანეს მერე აქეთ ჭაბუკაშვილმაც გააკეთა რეკლამა კაცო კი ამ შურს კაცო მაგრამ ზალაპარაკეთ რამდენი ძგიდან გაინახეთ ერმილე ნემსაძეს და 20-ზე და არიქა და შემოდი და მიყურეთ მაგრამ ბიჭო ეს კაციც ამბობს აუგს რა ქვია ილიაზეც გამიგენ მეც ვამბობ თუ მე ვამბობ და ისიც ამბობს მაგრამ ყველამ კარგად ყვის მე რო უტყამ ისე ვერავინ ვერ ატყავს და მე იქიდან ვარ უკვე სერიოზულად პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული და ეს თქვენ გაერთიანებამდე და როგორც გაერთიანეთ ეგრევე გითხრეს ყველას გაგაფრთხილეს ოღონდ ამაზე არ ელაპარაკობ და ეხლა ნახე როგორი სიტუაცია იქნება კაცო მე რომ აი ურიებზე მithქვამს და ერთი ამბავი და რამდენი ვიდეო მაქვს გადებული და ერთი მხილება და სასწაულები აქეთის ლაშარსინძე და ჭელიძე კიდე გამოიყვანეს და აშკარად ამბობდნენ კაცო ურიებზე აი ამ 4-ვე როის და ისე აშკარად ამბობდნენ ესე იგი ურიებზე ბიჭო ეხლა როგორ არის ეს ამის ნების დართვა ტელევიზიით ნუ რა ვიცი ეხლა ან უნდა დაკეტო ასეთ შემთხვევაში ან რაღაც სასწაული უნდა გავუკეთო ეს მე ერთმა ადამიანს რო ვილაპარაკე ეს არაფერს არ ნიშნავს ტელევიზიაში რო გადიხარ და უკვე სერიოზულად რო ყვიხარ ამ თემაზე გამიგეთ და გასაკვირის იყო ისინი გამოუშვიდა მე არ მემიღეს ერთხელაც არ დაუძახნიათ გადაცემაში მოდი დავით ეხლა ისა რა ქვია ჩვენთან ერთად დაჭიქი და მოგესმით ეხლა რატო იმიტომ პერსონა ნონ გრატა და გამოცხადებული იქიდან და ამათაც იგივე გამიგეთებს აქეთ ერმილე ნემსაძე მასზე ნაკლები ვიდეო მაქვს დადებული ნაკლები მოღვაწეობა მაქვს თუ როგორ არის ვერ გავიგე თითქმის იგივე პრობლემებს ოღონდ მე ისეთ პრობლემებს და ისეთ რაღაცებს ხედავ რასაც 1000-ები და 100.000-ები ვერ ხედავენ და ეს ჩემ მოღვაწეობი და ჩანს ყველა ფაქტიურად მინდებს Facebook-ზე და YouTube-ზე ხო ლაილა საქმის გულიზა მე დროს არ დავხარჯავ და თქვენც არ დაგახარჯიებთ და ბიჭო იმათ უშვებენ ამათ უშვებენ და მე საერთოდ აი თითქოს არ ვარწებობდი დავით ორდია გესმით მოკლედ მთელი პრობლემა არის და სათავე არის ისევ და ისევ როგორც გითხარით საპატრიარქო და ილია მეორე თვითონ დავით ჭაბუკაშვილი კიდე როგორც ვიცი ფერმწერია თუ არ ვწდები რაღაც ხატებს ხატავდა რაღაცა და ძალიან მე აბარებს ხატებს ხო იცი სადაც აბარება ხო ძალიან მიმულია აი ამ ასე ვთქვათ ბუდლებთან ну ასე ათვისია მაინც რაღაცა გათაფლულია კაცი და მას არ შეუძლია ძალაც რო უნდოდეს არ შეუძლია და ვერ შეუძლია იმიტომ რომ ემდენი მეგობარი ყავს იქ ბუდელი და ვიღაცა ნაცნობები ახლობლობა რომ ამას ვერ იტყვის გესმით ვერ იტყვის მაგრამ ბიჭო ცოტნე გამსახურდია რამდენი ხანია იბრძვის და რამდენი ხანია ამ ხელს ილია მეორეს ცოტნე გამსახურდია ეხლა ბოლოს კიდე რაც დამართეს ხო იცით რატომ დამართეს მას რომ დედას არ ანახებენ ეხლა თქვენ გინდა მანაჩვაზეზე ცუდი ის გქონდეთ შეხედულება თუ კარგი მაგას არ აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურად მე ვამბობ რომ დედას არ ანახებენ შვილს რა უფლებით და ამაზე თქვენ სხვათა შორის არცერთ კლინტი არ დაგიძრა საუბედუროდ რატომ იმიტომ ცოტნე ასოცირდება როგორც ილიას მტერთან საპატრიარქოს მტერთან და ადგეს რომელიმე და გაბედოს და თქვას რომ ამ ადამიანის აქ ეს ნააზრევი არ არის მარტო ეს არის მტკიცებულება უკვე და გაბედოს ვინმე და შეიტანოს რამე არასწორი აზრი აქ ისე არ იყო საქმე რომ ეკლესია პოლიტიკაში ვერ ჩაერეოდა და ის ყველას მამა იყო ეს არის მინდა მოგონილი სისულელი ახლა ორ თვეში შენ ადგედა იმას რა ქვიან იმას ვინც საქართველოს სისხლში ჩაახრჩოდა პირდაპირ აცხადებდა რომ მიტინგზე გამოსული ხალხი ტყვიას მიიღებს და დაიხრიტება და შენ პატრიარქი გამოდიხარ და ამ ხალხს იმას რა ქვიან ნაცლავდა ლეგიტიმაციას აძლევ მე აღარ ვიძახი 93 წლის დაჩოქებაზე ხო და იმას რა ქვიან ლოცავა მარბიელებს და
კვლელებს და ქვეყნის დამაქცევრებს, ხო, ეს არავითარ პოლიტიკაში იაჯდება, ასე რომ მოქცეულიყვნენ ჩვენი წინაპრები, ასე რომ მოქცეულიყო ეგრეთ თევდორე-ღუდელი დღეს აღარ იქნებოდა თევდორე-ღუდელი და იქნებოდა ვიღაც თევდორე გამყიდველი. ყოველთვის მithქვამს მე, რომ მეგობრებო, რომ მეკითხებ როგორ რანაირად მოვერიოთ ამ სისტემას და აი ამ ბობოქარ ძალასო, ყოველთვის გეუბნები. ყველგან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლეთქო. მეტად სიმართლე ძალას ვერ მოიკრებს. ვიქნები 10-ნი და მოხდები 10-ში, თუ იმ 10-ში 3-მა და 4-მა არ ილაპარაკა, მეტად დანარჩენი 9 გადაგივლიან. 3-მდე მართალიც რო იყო, სულელის პოზიციაში გამოგიყვანებ და დაგჩაგრავენ. მაგრამ 10-დან 3 და 4 თუ გეყოლება ისეთი, რომელიც ბანს მოგცემს და გვერდში დაგიდგება, მაშინ ზევსი გაჩერდება. ელემენტარულად გაჩერდება. მე ფიქსას დაიწყებ, ბიჭო, მართალი ხო არ არისო. გესმით? რაშიასა. ჩვენი უბედურებაც ის არის, რომ ჩვენ ვდუმართ. უბრალოდ ვისმენთ, ყველაფერს უყურებთ და მე გვეშინია. იგივე პოზიციაში ხართ თქვენ შემოკარგებო ახლა. ჩემო მეგობრებო. აი, გინდათ რომ ვითომ იყოთ ჩემთან კიდე კარგად და იმასთანაც კარგად. გესმით? ეხლა აქ იმას მეუბნებოდა მე ჭაბუკაშვილი კიდე ნუ ტაქტიკა ვიხმაროთ, კაცო, ტაქტიკაო და ეხლა ეს მასწავლის ეხლა მე დავით ჭაბუკაშვილი ტაქტიკას. ტაქტიკას ვინც ხმარობს, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ეძახიან. წამპალ პოლიტიკას. დღეს პოლიტიკა არ გამოვა. რატო არ გამოვა, იცი? იმიტომ რომ ეშმაკს გინდა ეშმაკურად მოერია. ეშმაკს. გინდა ეშმაკობაში იაჯობო? რას მეუბნები კაც? ნუ ასეთი იდიოტიზმი შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, ან მე დავიჯერო? ან მაჯერებს თავისი ჭკუით, ხო? თუ რა გამოდის? შენი მესმაკის ახლა ხარ თუ არა ხელდასხმული, იმის საცაცებიდან ნენელა გაправებული. აი ეს. შენ მიდი. აქედან ალამიგა გაწეული. და ყველა პარტია, ყველა ორგანიზაცია, ყველა გაერთიანება ასეა თბილისში. და თუ ის 1% არის 100-დან დარჩენილი, ის ვერაფერს გამკეთებელია. თუ არც ფინანსები აქვს, არც ძალა აქვს და არც არაფერი. აი ეს არის რაც ხდება დღეს თბილისში და სამწუხაროდ ჩემ მეგობრებიც კიდე აი ამ ყაიდაზე რო გადავიდნენ. ვერაფერს ვერ გაკეთებთ. ვიცი მე თქვენი ის იყო გიორგელიძე რაც უნდა თავში რომ აი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოესწროთ რაღაცები, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთე. ეხა იქ ბათუმში რო ჩახვედი და 7-8 კილო ადამიანი რო დაგხვდათ, ეგ არაფერს არ ნიშნავს. თქვენ თბილისში უნდა შეგეკრიბათ ხალხი 4 პიროვნებას, 4 თბილისეს, მინიმუმ 400 კაცი მაინც გაჭედილი უნდა ყოფილიყო დარბაზი. დარბაზი არ იყო ხა გაჭედილი, ხო ვიცით ყველამ კარგად, ხო? ზედა იარუსები კი არა, ქვედა იარუსები არ იყო სავსე. ესეთი. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პირველი რაც, როდესაც მე 30 მარტის შეხვედრაზე მივედი და რომ დავაკვირდი გამომსვლელებს, რატომღა ძალიან მოუხშირეს ყოველმა გამოსვლელმა ზვიად გამსახურდია. ნუ მე ის ჭაბუკაშვილმა ის ტრიბუნასთან კიდე დროშა ჰქონდა დარჭობილი, ეს რომელზეც მე უკვე აშკარად დავდე, რომ ეს იყო ფაშისტების დროს იმ დროინდელი, ხო? ზვიადი უბრალოდ შეცდა, უბრალოდ აიღო და დაუკვირვებლად, გაუაზრებლად წამოწია ეს დროშა და ისა. ნუ რა ვქნათ ახლა, ზვიადი იყო, მაგრამ არ ეცალა ამისთვის და უბრალოდ აიღო და გადმოიკოპირა, უბრალოდ აიღო და ახალი სახელმწიფოს დროშად აღიარა. მაგრამ მანამდე ხო მე ბევრი ვიდეო რომ ისინი არ უყურებდნენ, დავითი საერთოდ ჩემს გვერდს არ უყურებს, თავის სტიქიაში იყო. და არც ზურავი სხვათა შორის, არც არავინ ესე ჩემ გვერდს არ უყურებდნენ. მე რო ვათვალიერებ ამათ, ისე ჩემ გვერდს არ ათვალიერებ. აი ეს არის უბედურება, გესმით? და 5-იანზე ყველაფერი დეტალებში გავაანალიზე და განახეთ ფაქტებით, თუ რატომ იყო ეს დროშა უარსაყოფელი, დამოუკიდებლობის დროშა, შიდესპერი დროშა, რომელზედაც დაიწყო ერთი ამბავი. ნუ აღხედავდი რომ დავით ჭაბუკაშვილი ჩემზე აი როგორც წვია მწყალებში სალდაცკაი პრიჩინას ეძებდა იმისათვის რომ ოღონდ მე განვეგდეთ აქედან. მე ისიც გითხრა კაცო რომ აი ეს შენ რო ის რო თქვიო
წინათ ლაივში რო ჩავერთეთ ოთხივე ილიაზე რო თქვიო, ამის გამო ეხლა ჩვენი მტერიო გააქვთ ვინ არის მეუთხე ალტინფო, კაცო, სულ ამას მეუბნება თქვენო ილიას მოწინააღმდეგები ხარ და ესა და ამიტომ უნდა გამოხვიდე ეხლა შენო, ეს არ მithქვამს. ადრე იყო ეს. უნდა გამოხვიდეო ეხლა შენო. ეს კიდე სხვადასხვა იმ პერიოდში იყო 30 მარტამდე. უნდა გამოხვიდეო და უნდა თქვაო რომ ის მე ჩემით ვთქვიო, ისინი არაფერ შუაში არ არიან. აი სამი დანარჩენი არაფერ შუაში არ არიან და ეს მე ჩემი ვთქვიო, კაცო და ეხლა შენ თავზე აიღო ვიქნა. მე ვთქვი შენ. ცოტა ხო ალაუთ ხო არ ხარ მეთქი კაცო. მე ეს რო ვთქვა მეთქი, დავით. ასე რომ გამოვიდე რო ვთქვა მეთქი. გამოდის მეთქი ის რომ ჯერთი მე ჩემ თავს ვუღალატო. მე ჩემ ხალხს, ჩემს მენელს ასე ვთქვა, მეგობრებს, თვალშინაცარი შევაყარო და მესამეთი თქო. მე და თქვენ მეგობრები აღარა ვართ. უთხარით რა ყველაფერი 100%-ია. ხო ასე? და თქვენ მეგობრებო, რომელიც იმ 30 მარტს ლაპარაკეთ ყველა გამოსვლას, ვიად გამსახურდია. თქვენზე ნაკლები მქონდა რომელიმეზე გაკეთებული 33 წლის განმავლობაში ზვიადის გამო რამე? ზვიადისთვის რამე გამიკეთებია ნაკლები თქვენზე ნაკლები? ესეთი, მაგრამ მე არ მithქვია, ზვიად გამსახურდია. მაგრამ ვინც ლაპარაკა რა ყოდა ეჭვი ჯან რა ხდება, რაშია საქმე თქო გამიგეთ, მაგრამ ჩემო მეგობრებო, თქვენ არ იცით, რომ ზვიადი სკოლელობაში ილიას ერთ-ერთი უმთავრესი როლი მიუძღვის? არ იცით? ეხლა არ ჩამოიბერყოთ ყურები და არ მითხრათ, რომ არ გავიგონია და არ ვიცოდით. ხომ იცით? იცით, ხო? იცით. ხო და ეხლა მე რას მეუნები თქვენ? თუმცა არც ვაპირებდი მე იმას საჯაროდ, ესე იგი დარბაზში ყვირილს, რომ არ იქა ილია და საპატრიარქო და ერთი ამბავი. გამიგე? მაგრამ ზვიადის მკვლელი არის იგივე საქართველოს მკვლელი. ის რა დღეს ხდება, აი მკვლელობის ბრალი არის. რა დღეს რუსთაველზე ხდება. გამიგეთ? და იმის მკვლელზე მეუნებით შენ ხმა რა მოიღო? და მე კიდე მეუნები ჩუჩუიცი და ტაქტიკა გამოვიყენოთ. ეხლა ის არ თქვა და როდის რომ მოკვდება მე ილაპარაკებ. მე გახდებით მაგარი ბიჭები, ხო? მე კი, რა თქმა უნდა, მე იმასაც იკადრებ ზოგიერთი კიდე რომ დავიძე რომ ამბობს ეხლა მაგას სულ არ ვამბობდითო კაცო. სად ამბობ? კულუარებში მეგობრებო? ასე ჩუმჩუმელა? და გამოდის რა, ესე იგი თქვენ, ესე იგი ჩემზე უფრო ჭკვიანები ხართ, ტაქტიკა იხმარეთ და მე, ესე იგი ვარ თავგადადებული, თავგანწირული და მე შემატოვეთ ამ ვამპირს, ხო? ამ მონსტრს შემატოვეთ მარტო. და პრაქტიკულად ჩემი მტერი ვინც არის და ვინც მე ათასნაირს მივცელებს და ჭორი ეს არის ერთ-ერთი იარაღი ადამიანის დაკნინებისა, მის მიმართ ბრძოლისათვის და აი ამათ ზე მეუნები თქვენ შენ პირი ამოიკერეო რა. დავდომადურად შენ თქვენ დგებით ჩემ მტრის მხარეს. ყوامსენი ერთხელ დაფასდა ხალხო. ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ელემენტარული ისი აქვს, რომელიც მართლაც და 10 წლის ბავშვი რო გაიგებდა ისე. ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მეგობარი. ხოლო ჩემი მტრის მეგობარი არის ჩემი მტერი. რა არია დაურკვეველი? არის კიდე რამე ასახსნელი? თუ რომელიმე გამოხვალთ ახლა და მეტყვით რომ არ ახარ მართალი დავითი. 33 წლის განმავლობაში მე რაც გამიკეთებია, რამდენი მირბენია, რამდენი ნერვები მიგლეჯია, რამდენი მინერვიულია. მატერიალური სასწრები რამდენიც დამეხარჯე, ჩემი პირადი. და ახლა კიდე ჩამოვთვალოთ, ახლა რაც ჩვენ შორის არის თუ ახლა დანარჩენ რაც გამიკეთებ მაგაზე არ ვამბობ. პირველი, როდესაც, პირველი არ იყო ეს, მაგრამ როდესაც კეთის სესიაში უნდა დამირეკა და მითხრა, დავითიო, ყვალო, თუ ზეგ თუ რამე ხარ დღეში გვაქვს აქციაო, ერეკლე დოკვაძეს მხარდასაჭერადო ამა და ამ ადგილას და ვარ ჩამოვხვიდოდი. ჩამოვალ მე ვთხარი, კაცო, იმიტომ რომ ერეკლე დოკვაძე ვიცი, როგორი პიროვნებაა, ციხეში ზის, ლამის არის 25 წელიწადი. და არ უშვებს, არც ის მთავრობა უშვებს და არც მთავრობა უშვებს.
ასე ადამიანს როგორ არ დამდგა ის ყოფილიყო რაღაც კერძო ვიღაცა მეცი რა ჩემი ნათესავია რაღაცა და მხარი დაუჭერე მაგას ხო არ წავიდოდი კაცო და მე როგორც ეროვნული მოღვაწე და საზოგადო მოღვაწე მეც ვიძულებული ვიყავი დამდგარიყავი ავდექი და წავედი კიდე გიმეორე დავდივარ თქვენი სასწრებით შემოწირულობ ჩავედი 13-14 კინკალა ადამიანი დახვდა და ნუ კარგი მე ჩემი სიტყვით გამოვედი მოვედი თუ არა დაწახებაზე მოვედი საჯარო ბიბლიოთეკაზე რო დამიძახეთ თქვენი შედგენილი ასე ვთქვათ საქართველოს შვილების რაღაც პრეზენტაცია თუ რაღაც იქნება რომ შეიძლება მოსვლა წამოვედი თუ არა მოვედი იმ ხალხს რატო არ ეძახოდით ნეტა ვისიც იმედი გაქვთ ხა სამეგრელოში ჯერ არ ჩამოსულა ჯერ სამეგრელოში ხო ვიცი რაღაცა ელოდებით ხო მე ხო ვიცი ხა ვისაც დაიხვედრეთ თქვენად მაგრამ იმ ხალხს რატო არ ეძახოდით იმ გმაზე იქ წარმადგინეთ რაღაცის უფროსად თუ რა ისა მაგრამ კარგი მაგას ხარ მნიშვნელობა იმიტომ რომ კაცს არაფერი არ უთქვია ითქვა და მორჩა და იმის იქით აღარ წასულა ეს სიტყვა კეთი სიტყვა ძალიან კარგი არის შეგვიფიქრე მე მგონია ხო საქართველოს შვილები ხო გისურვებ წარმატებას მე არა მაქვს არავითარი ამბიცია გარდაეხისა ქვეყნის გადაჭრისა და ხალხის გადაჭრისა მე თქვენთანაც ვიქნები სხვაგანაც აგერ გეორგიევსკითან ვიყავი სულ აღარ ვიცი დღეა ხო თქვენთანაც მოვედი და ვიქნები კიდევ მე ცალკე ამას არ ვუჭერ სადაც ქვეყნის გაერთიანება ჭეშმარიტი და იქნები მე ჩვენ ბატონ დავით გისურვებ წარმატებას შევთავაზეთ დიდი მადლობა რომ იყოს მოძრაობა საქართველოს შვილების მოადგილე თავმჯდომარის მოადგილე ეს თოგვაზის აქციაზე რო ვიყავი მაშინ ქეთი აშკარად გამოაცხადა ხმამაღლა რომ ბატონებო მალე დავიწყებდო ჩვენს ტელევიზიაში დავით თორდიას ფილმების პრეზენტაციას და ასე შემდეგ ეგრევე გამკრა ეჭვა კაცო როგორ შეიძლება ამას იმიტომ რომ აქ ისეთი მხილებები მაქვს მე ისეთ საკითხებს ვეხები ისე უსერიოზულებს რომ ეს ისი არ იყო გამიგეთ და როცა ქეთის დაურეკე და უთხარი მაგრამ ქეთი შენ ამას შეძლებთ ხო ხო იცი მაგრამ ეთქვა ყველაფერზე არ იყო ნაყურები მე ერთი წლის შემდეგ ისე გაიმეორა და ნუ ბოლო დაიწყეს ჩვენება მაგრამ ზუსტად იმ ადგილას შეწყდა სადაც იმის იქით აღარ შეეძლოთ უკვე ნუ კარგი ხა ვიფიქრე ტელევიზიას დაუკეტავ რაღაცა მეთქი და ავთქვი მაგრამ ნუ ასეთ სიტუაცია იყო ჩვენს შორის კორონას საწინააღმდეგო მიტინგები რო დაიწყო სანამ ჭაბუკაშვილი მაგას იტყოდა მანამდე ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი კიდე მისული მეოთხედ კიდე ჭაბუკაშვილმა კიდე დაანონსა ავდექი არც ჭაბუკაშვილის დამირეკი არც კი ვიცნობდი მაგრამ სოშორი დამიცოდი უბრალოდ ავდექი და წამოვედი ჰალტიფომ რო გამოაცხადა LGBT საწინააღმდეგო აქცია და მიტინგი და ერთი ამბავი ავდექი და წავედი ჩემს არავის არ უთქვია მე თვითონ მივედი ზუგდიდში მომძებნი ამათი ასე ვთქვათ პარტია თუ სადა ორგანიზაცია რაც იყო უთხარ როდის მიდიხართ მეთქი და რო გავიგე ამ დროს მე ჩემი ბიჭები ჩავიშვი და წავედით დემურ გიორხელიძემ რო დაიძახა თბილისის ჰოლში ვისაც გნებავდა ვისაც ყურია და ვისაც გული გიზგერდა მობძანდი და ავდექი და მივედი სიტყვითაც გამოვედი იქაც რამოდენიმე ათეული პიროვნება იყო ათი მეგობარი ფერმერებმა დაახტოვდა თბილისის შემოსასვლელში და თქვენ წარმოგიდგენთ რამდენი ხდებოდა 4 სამ მამაკაცი ერთი მამიკოსანი ეხლა ამის შემდეგ უნდა დაყარო ფარფანი და საერთოდ ყველაფერი ხო კი სტრესი იყო შეგვიძლია გადასახარშეს ძალიან დიდი დრო მომიდა ყველაფერი მაგრამ ფარფანი არ გამიწვია და კიდევ მუშაობდა ეხლა ის ხმამდე და ბოლოს უყურება კონდეკულის ეს კაცი მოვიდა მე ხარ ქებასავი გამომარა სწორებაში გულში ვიცი დაგელაპარაკე ტელეფონიდან ჩატ დაგელაპარაკე სულ 5 მესამე დაგენახა ხო რას არის ულაბა მაგრამ ეს კაცი მოვიდა სპონტანურად დაგვიძახა აი ეს ანგასი გადაარდა ვინ ხარ ფეხისათვის გადარჩენისათვის მობრძანე სული და გარე არის ეს კაცი მოვიდა დღეს ხარია მაგრამ მოვიდა სული და გონებრივად უდიდესად მომზადებული იმის შემდეგ კაციშვილს არ დაუძახე მე კი დაგიძახებ თუ მაგრამ არ დაუძახია დემურისაც ჩემთვის მორჩა და დამთავრდა მოკლედ მეგობრებო საქმე ისეთნაირად წავიდა რომ მე უკვე არანაირი დასტურები და ვიღაცის რაღაცები მე ამჭირდება ამას უკვე მე კარგა ხანია ვხედავდი
მაგრამ აი ბეჭედი დავუსვიეთ თქვენს წინაშე. თქვენ რო დარწმუნებული ვიყავთ იმაში და რო არ მომეცა ხალხისათვის სალაპარაკო დავითმა რაღაცა იცით პირადული ამბიციებისა და რაღაცა გამო იქნება და მისულიყავი და ეს ყველაფერი გავაკეთე. ყველაფერი თავზე მოძალარი ვიძალაც გამოვიყენე. დავივიწყე ყველაფერი, გამოვედი თითქოს არც არაფერი მომხდარიყო ჩვეულებრივ გამოვარდე ხელი, ჩამოვარდე ამათ ხელი. იქ დარბაზში რაღაც ხელსაწერიანი უნდა პასპორტის ნომერს ითხოვდნენ, რატომღაც რა შეჭირდება პასპორტის ნომერი ეს. გამოვედი ნეიტრალურად და პირიქით შეგაქეთ და ხალხის თვალის წინაშე და ხალხს იმედი ჩავუსახე თქვენი სახით. რაც აქამდე მოხდა და რაც გამიკეთეთ იმის კვალობაზე. დამიფასა მე ეს ვინმე? კარგით. მოკლედ, ჩემო კარგებო, მე ვხედავ, კარგა ხანია მას მე ვხედავ. მაგრამ როგორც გითხარით, არ მოველოდი ამ ადამიანებისაგან და აქაც უკვე თავის წრეში ტექნიკურად გამომაცხადეს როგორც პერსონა ნონ გრატა. როცა კეთის სესიაშვილმა დაიწყო რომ კრიზისი გვაქვს ტელევიზიას და ერთი ამბავი რაღაცა ფულები შეაწერეს, მგონი რაღაცა იყო, ნუ გაკვეტრების იმაზე იყვნენ. ავდექი მოვუბრუნდი ჩემს ასე ვთქვათ მსმენელს, დავთხოვე ყველას ერთად რომ ეს ერთადერთი ტელევიზია არის, რომელიც სინამდვილეში სიმართლეს იცავს და თავისი ჯიბით რაღაცნაირად თავის ზურგით მოიტანეს ეს ტელევიზია დღემდე და გაქრობის პირზეა და რამენერად მატერიალურად დაუდექით მეთქი გამოვთხოვე კეთის ანგარიში დავდე ჩემს გვერდზე და ყველაფერი გადავაბარე მაგათ. მერე კეთი მირეკავდა რომ დავითიო, ნუ ამდენი რაღაცა თანხარი და ეს შენ გქონდეს და მოთქვა არ მინდა კაცო მე ხო თქვენთვის გავაკეთე რა უთხარი ეს. ხო იყო ასე კეთი? იყო. არც ერთხელ ერთი და ორის გარდა და მე მგონი სადღაც 7-ჯერ თუ 8-ჯერ გამოვედი თქვენთან ტელევიზიაში. არც ერთხელ ძღვენის გარეშე არ გამოსულა. ხო ვიცი, როგორ გიჭირდა თქვენ იმ პერიოდში. და მაინც რო არ გიჭირდათ, მაშინაც მისულა. ძღვენის გარეშე ისე არ გამოსულა თქვენ საქმე. რომ მიდიოდი ყოველთვის რაღაცა მეკონდა. პატივისცემის აღსანიშნავად. მოკლედ მეგობრებო, რა დაგაკელით? რა მოგაკელით? ან ქვეყანას რა დავაკელი და რა მოვაკელი? ან იმ ხალხს, რომელიც ჩემი მსმენელია და მეგობარია. ერთი უძირითადესი პრობლემა არის ის, რომ თქვენ ხართ თბილისელები, ყველას ყავთ იქ ვიღაცა მოდელი, ან მეგობარი, ან ნათესავი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმის გამო ერიდებით, ამის გამო ერიდებით და თვალს ხუჭავთ ზვიადის მკვლელზე. და მე მეუნებით ჩუმად, რომ ეხლა ტაქტიკა ვიხმაროთ, რომ მოდი ეხლა ეს ავთქვათ, გამიგეთ. და მე რომ მოკდება, მე იტყვიან კაცო, მე ალბათ და მე ჩემზე უფრო დიდი ვაჟკაცები გამოვლენ კიდე ზოგიერთად. ისევ ვცადე, ასე ვცადე, ყველანაირად ყველგან დამლოკეს. და აი ბოლოს თქვენს დამლოკეთ. ასე იყო სხვათა შორის ფაზის აკადემია, სადაც დამიძახეს და მიმიღეს წევრად, როდესაც გია კვაშილობა გადმოიყვანეს ფაზის აკადემიის უფროსად, ასე ვთქვათ. და მე ოფიციალურად გამაფორმებიეს და მიმიღეს წევრად. მადლობა ვუთხარი მათ ყველაფერი. იქაც სადღაც გამოვედი, თქვი ჩემი სიტყვა ლაივში. დიდი მადლობა და ერთი ამბავი და ორი თუ სამი თვის თავზე ვხედავ, რომ ამათ აქვს დიდი შეკრება და 1 საათ ნახევრიანი ილიას ცხოვრებაო და დოკუმენტური ფილმია და ამის ჭუკჭუკი და ღვევნა ყოსნა მიდიოდა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, არ არის დარჩენილი არაფერი, სადღაც საპატრიარქო საცცები არ იყოს. ეხლა რა ვქნა და რა მომიქმედოთ ამის შემდეგ? როგორც გითხარით, ეს იყო ჩემი უკანასკნელი იმედი და მე ეს იმედი უკვე დავკარგე. გამოდის რომ თქვენ ქეიცით სიმართლე.
მაგრამ სრულ სიმართლეს ვერ ეუბნებით ხალხს. იცით მე ეს ერთი ორჯერ გავაზღერ და მესამეჯერაც გეტყვით ხალხს. მყავდა თბილისში, როცა ინსტიტუტში სწავლობდი, ესე ეკონომიკის მასწავლებელი, ისა ლექტორი იყო აზრიკო სისვალძე. და მან თქვა ესეთი რაღაც. ნუ რაღაცაში გამოიწეს ნახევარ სიმართლეში და უთხრა. თქვენო სამი გინახიათო, ან დაგიგონიათო, ნახევრად ფეხმძიმე ქალია. ნუ ვინ ეტყოდა კი, ხო? არა, რა თქმა უნდა. ხო და როგორც ნახევრად ფეხმძიმე არ შეიძლება ქალი იყოსო, ისე არ შეიძლება ნახევარ სიმართლე იყოსო. გესმით? თქვენ ამ სიმართლეს ვერ ეუბნებით ხალხს. თითქოს იცით, მაგრამ ნახევარ გულში იმალავთ, იმის შიშით. არის ხარ, შეიძლება კაც, როგორ შეიძლება ხარ. უწმინდესია. და ზვიადი მოგვიკლა. ხო, ეხლა ისიც არ ვიცით, რომ 6 იანვარს რო გააგდე ზვიადი 7-ში შეკრება რო ქონდათ, სუფრა რო ქონდათ ბოდიში ბატონო. საპატრიარქოში და რო ულოცავდნენ იმას მადლობას რო უხდიდნენ ილიას, ხო? ვინ იყო თამადა? ეს ყველაფერი ხო განახეთ, ხო დევს ყველაფერი, ხო, მაგრამ ასე რომ ნახევარ სიმართლე და ნახევარ ფეხმძიმე არავის არ გაუგია. ან ეუბნები სრულ სიმართლეს, ან თქვენ ასე ფონს ვერ გახვალთ. ვერ გახვალთ, ჩემო კარგებო. ეხლა ზუგდიდში რო ჩამოვლენ აწი ესენი. მე ხო ვიცი ახლა ვინ იქნება მათი დამხვედრი. და იქაც გამოვიდა სხვათა შორის ეს ზუგდიდელია, ეს კაცი მერაბ შონია. მერაბ შონია, რომელიც ძალიან ახლოს იყო, ასე ვთქვათ, ამ აკაკი ჯორჯაძეს გაერთიანებასთან, ძალიან ახლოს იყო. შემდეგ მოდით ახლა მოусვინოთ ამ პიროვნებას. მე ხა რატო განახებ იცი, ყველა ვინც კი არის ამის გარშემო. და სხვაგან კიდე ყველა არის ილია მადიდებელი. მე არ მომავ ხა ამათ ჩემ მეგობრებს. გამიგეთ. ხა ჭაბუკაშვილის კი უნდა, მაგრამ ვერ ამბობს ხომ. ვერც იმას ამბობს, თუ რა არის სიმართლე. ეხლა მოусვინოთ ბატონ მერაბ შონიას, რომელიც ამის სიალალისი და კაცობასე, ვასკაცობასე მე ეცვი არ მყარება, მაგრამ შევხედოთ მის, ასე ვთქვათ, გაქანება. ლაპარაკი იმაზე, რომ სინოდზე გავიტანთ საკითხს, ვისი შვილები ციხეში ზიან, რომ გვარი შვილობით გამოწვეული იქნენ. ნუ სინოდთან იმიტომ გაგაგ, რომ შენ სინოდთან კარგად ახარ. ეხლა მთელი სინოდი, საპატრიო სინოდი, რომ რა სამამაძაღლეთია, ეს თუ არ იცით ბატონო მერაბ თქვენ. თუმცა არ არის გასაკვირი, რომ მერაბ შონია, როგორც გითხარით, აკაკი ჯორჯაძესთან იყო კარგად მიმული და აკაკი ჯორჯაძე და ილია იყვნენ ერთმანეთის ხო, ერთად რო გეგმავდნენ ზვიადის მკვლელობას და ასე შემდეგ და მერე ხალხის შეკრებას და ერთი ამბავი. ეს თავის პირით ხო აქ განთხოვდა, ხო განახეთ ყველაფერს ხალხი, ხო? შემდეგ ესე იგი ძალიან დიდი წრე მიმართავ თეიმურაზ შაშიაშვილს, დავით კანთარიას, რომ ის შევარდნაძის ბლოკიდან რო არ გამოდიოდნენ, რომ მოხდეს ეს რაღაცა, მოიშალოს ეს რაღაცა და დაგვეხმარონ კონფერენციების ჩატარებაში. დავასტობებ კარს, ნუ თემურ შაშიაშვილი გასაგებია ვინც არის. ო ვიცით ახლა, ნუ კი ბატონო, ასეთი გაერთიანების დროს მოდის ყველა რაღაც რევერანსები, ნუ კი ბატონო თვალი დავხუჭოთ რაღაცებზე და გავერთიანდით ახლა მაინც, ხო? მაგრამ რატო თემურ შაშიაშვილი მაინც არის? თემურ შაშიაშვილი არის ილიას და სწორედაც მაგის ტელევიზიაში რო გამომიყვანა თინა თოფურია და მხოლოდ ერთი გადაცემა რო გავიდა და 3 რო ჩამიჭრეს შემდეგ, 2 იყო კახაკუკავასთან გადაღებული, 2 გადაცემა და 2 გადაცემა თემურ შაშიაშვილის ტელევიზიაში. პირველი გადაცემა კი როგორც გავიდა, დანარჩენი 3 ჩამიჭრეს. და რატომ? ხო გახსოვთ, რო გეუბნებოდ, რო უთხარი მე თინას რაშია, თინა საქმე მეთქი და ერთი ამბავი, სად მეთქი ტელევიზიაში, რა ხდება მე ვუთხარ. იქიდან დაგვირეკესო, რომ ასეთი კაციო რატო გამოუშვით ტელევიზიაში. და იმის შემდეგ 3 გადაცემა ჩამიჭრეს და იმის შემდეგ მორჩა. აი, თემურ შაშიაშვილი ვინ არის? ამიტომ არის ესე ყველა ერთად შეხმატკვილებული. აბა კიდევ ნახოთ კიდევ ვისთან აქ საქმე. ჩვენ სინოდთან გავიტანთ, რასაც ლაპარაკობენ და დავეხმარებით ეროვნულებს, რომ სასამართლოები ამოქმედდეს. აი ეს ეროვნულები, აი ეს მაინტერესებს ერთი ვის ეძახის ბატონო მერაბი კი არა, ზოგადად არის გავრცელებული ეს ეროვნულები.
აი ნედა მანახა ერთი შეკრებილად ვინ არიან ეს ეროვნულები და რას ნიშნავს ეროვნულები. ნუ შესაბამისად ეძახიან ამას ძველ ზვიადისტებს, ხო? მაგრამ ეს ხომ ისმას არის, რომელიც დაფანტული არის, კაცო, ზოგი სად არის, ზოგი რუსეთის მხარეს არის, ზოგი ამერიკის მხარეს არის, ზოგი შევარდნაძის მხარეს არის, ზოგი ნაცების მხარესაც არის. შენ წარმოიდგინე ხა, ნუ აი ეს ამათ არ ვიცი მე რა ვია ეროვნულები მე ვერ გამიგია. და თუ არიან, მაშინ რატო არ არიან ჩემ ერთმა რატო არ დამირეკა მაინც. კი, შორიდან 1 და 2 და 3 კი მირეკავს, მაგრამ ჩემთან მოსული არავინ არ დავინახია. და რატომ იცით ჩემო კაცო? იმიტომ რომ აქ რო ყავს ილიას და საპატრიარქოს გერასიმე დასმული სამეგრელო წაიში და ზემოწვანეთის ასე ვთქვათ მაყურებლად იმან ჩემს ირგვლივ რაც კი არსებობდა ყველგან მოწამლა სიტუაცია ყველგან გამიგეთ და თანაც ისინიც კი ვისაც ავტომატიც კი ეკავა თქვენ წარმოიდგინეთ ისინიც კი არის გადაბირებულები ეს არქია ესწრება კოსოვა საზოგადოებიდან ის ვისაც მიყავს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ეროვნულები გავაკეთებთ განცხადებას, რომ სააკაშვილი აღარ გასამართლეს ამ ხელისუფლების მიერ. აი, თურმე ვიყოფილა ეს ეროვნულები. ეს ის ეროვნულებია, მე წარგე მქონდა ვიდეო ამას დადებული, ხო გახსოვთ? და ყველა ეროვნულები შემოხაზულად მქონდა სურათები ყველა, ხო გახსოვთ არა? ნაცების მხარეს როიდნენ ეგრეთ წოდებული ზვიადისტები. ნუ დღეს ეროვნულებად წოდებული. სახელი შეუცვალეს უბრალოდ. გამიგეთ? ესე იგი, სააკაშვილი, რომელიც ტირანად და ხუსეინად ასახებდა ზვიადის, იმათ მხარეს დაადგნენ ეს ეგრეთ წოდებული ზვიადისტები დღეს სახელგადაკეთებული ეროვნულებად. და ახლა წარმოიდგინე, ამის თანახმარი ბატონი მერაბიც, ყველა ვინც აქ არის და კიდე დანარჩენი კიდე რომ თურმე ეროვნულები შეიტანებენ განაცხად სინოდში თუ სადღაც, რომ ზვიადი განთავისუფლება, კაცო. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა. მე ხო ჩემსაც არაფერ მე უბრალოდ ინტერპრეტაციას კი არ ვაკეთებ კაცო უბრალოდ ვაღიარებ საკითხებს რას ფიქრობენ ესენი რა აქვს გეგმაში და რას აკეთებენ დღეს მეგარია ეს შემდეგ აბა რამაც გესმის შემიხმა ეს არის მამა ჩაჩიბაია ჩვენთან ძალიან ძლიერი პროგრამისტები კონტენტ-კრეატორები პროგრამისტთა ჯგუფები მუშაობენ ჩვენ ასევე გასული ვართ რუსეთთან რომელიც ამზადებენ ლოგოს ქართულ ფორმაში რუსი, უკრაინელი, ქართველი, სადაც ჰიმნი დაიწერება. აბა ეხლა ვინა რამაც ჩაჩიბაია კიდე არის ზუგდილი პიროვნება, რომ კარგა ხანის უკან ვიცნობდი, მე ჯერ ერთი და აღორძინება და რაღაც ისო იყო რაღაც მოძრავი იქიდან ვიცნობდი. მე სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობდა ეს ბიჭი, მე ასაკშიც მოიმატა და თბილისიდან მირეკავენ ამ ყველა მეუნება, რამაზით რატო რა ხართ ეს გამიგეთ რა როგორ უნდა ვიყო. აი ეხლა მოდი და ნახოთ ეხლა პირდაპირ მე ფაქტებს განახებთ, ხო? შევიდეთ აგერ, შემოკარგებო. რამაზის გვერდზე. აჰა, შენი წერია. აგერ ფაქტი. თავარ გვერდზე ბანერივით არის გაშლილი. ჩემი მტერი. თქვენი მტერი, ზვიადის მტერი. კაცი, რომელიც შევარდნაძის დაკრძალულში პარაკლիս ასე ვთქვა, პარაკლისი აუგო. და არ ვამბობ ეხლა სხვა დანარჩენი აქ მე დანარჩენი მეგრან აქამდე მაგ ნათქვა და შემდეგ კიდე თუ არ დამბლოკეს კიდე კი ბატონო ყველაფერსაც მოგახსენებ ეხლა მოვბრუნდეთ და კიდე რომ გაგიმტკიცოთ ჩემი ნათქვამი აგერ ბატონო მერაბის გვერდი შონიასი სადაც ის ამბობს რომ წერს რომ მეც უერთდები თქვენს მილოცვას ანუ ვინ ულოცავს რამაზ ჩაჩიბაია ხო და აგერ თავის გვერდზე შემოკარგო ბატონი მერაბი კიდე აფიალებს აი ამ ეცით ვინც არის ხო
კი ბატონო. აი ეს არის ჩემი მტრები და ჩემი მტრების მეგობარი არის ჩემი მტერი. სხვარიგად მე არ მესმის. იქნება და გამაგებინო და ამიხსნათ რაღაცნაირად ხა. და ბოლოში ახლა რას ამბობს ბატონი მერაბი. ესე იგი გავაკეთებთ ყრილობას, სადაც ხახვლედიანების გვარდს შეუერთდება კავკასიელები, საქართველოს ყველა მოაზროვნეები და ასევე 600 სხვადასხვა გვარი და იქ გაცხადდება პროექტორის ქვეშ თუ როგორ ამოქმედდება ინიციირებით პარლამენტში, როგორ შევართ სინოდში და სინოდია ჩვენთვის ხელისუფლებაზე უფრო მთავარი. აჰა, როგორ შევართ სინოდში, იმიტომ რომ სინოდში უფრო გადაწყდებას, რომ ვინმე თავრობაზე უფრო მეტია. ხო გეუბნებოდი დამას, მე წინა დღეებში, ხო? ხო გეუბნებოდი, თავრობაზე უფრო მეტი არის. საპატრიარქო რატომ? იმიტომ ის არის ვატიკანის ფილიალი თქო. გესმი? ამიტომ აქ ამას უდიდესი ძალა. ამიტომგან ყველგან თავიანთი საცეცები. ბავშვობიდანვე ზდიან ყველას ერთად. მოთაფლავენ ტექნიკურად. გესმი? ამიტომ ისინი გეუბნებიან, შენ გააკეთე, ოღონდ მე არ შემეხო. რაც გინდა ის დაგიდგები გვერდში. ყველა გზას გაგისწრე. ხალხსაც შეგიკრებ ყველაფერი. გამიგე? მაგრამ 10,000-იან ხალხს როგორ შემიკრება მეტად? როგორ კაცო არ გადამრიო ეხლა. 4 კაცი ეკრიბა ეგ თბილისში და 300 კაცზე მეტი ვერ მოიყვანა და ეხლა 10,000-იან კაცს რომ მე კავკასიას საერთიანებ. კარგით რა ხალხო. ეს ხო რაღაც დიდი გეგმის პატარა საცეცებია. გესმით რაშია საქმე? ასია და ამგვარად არის ჩემო მოკარგებო სიტუაცია. მე კიდევ რას თავში ვთქვი და მეორედ და მესამედ გეუბნები. ძალიან გული დამწყდა, რომ აი ესე მიგანეს ჩემმა მეგობრებმა იმის გამო, რომ ვიღაცის შიში აქ. და ან მეორე, რომ თითქოს ჩემზე უფრო ჭკვიანები გამოჩნდა, რაღაცა ტაქტიკა ვიხმაროთ და ეხლა იცით რა არის, ზვიადისკვილი და საქართველოს კვილი და ის რაც დღეში ვარ, ჩვენ დღეს და ვისის ბრალიცა არის, ამაზე თვალი დავხუჭოთ, გამიგეთ? და მე ვფიქრობენ, რომ მოკლება მე კი ბატონო, მე კი იყვირებენ, მე რა უნდა, აღარ იქნება ის კაცი და მე აბრეხვებდნენ და აბრეხვნები იქნება. ყველაფერს გამიგე და ამასობაში მე გამწირეს. სერვ დაფსაიჩი დამშვეს და დამტოვეს ერთი კინკილა. შემატოვეს აი ამ მონს. თქვენ თუ ჩემი მეგობრები, თუ ჩემი ერთგული და ასე ვთქვათ, მოაზროვნე და იდეაში ერთად თუ ყოფილიყავით, მაშინ ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლოთ. ჩვენ თუ ერთად ვიბრძოლებდით, უფრო დიდი ძალა გვექნებოდა. უფრო ნათლად წავიდოდა ჩვენი საქმე. მაგრამ თქვენი საქმე ვერ წავა კარგად. მე არ წევით, ისე როგორც დავით ჭაბუკაშვილმა თქვა, ჩვენ ახლა ისეთი რაღაცა დავიწყეთო, რომ თუ ვინმე ჩვენ წინააღმდეგ წამოვა, იმას ესა და ეს დაემართება და დაწყევლის და ისა. აი შედა ბიჭო სად გამოვიდა, კუდი რა ვარ. ილია მადიდებელით, მრევლივით ასე ვთქვა იწყევლები, რომ აი ილიაზე ვინ სიტყვის ან რაღაცას ძილს დასწამებს, იმაზე ნაკვერჩხარი და ნაგვერდალი დაეცემა თავზე და ზუსტად ანალოგიაში. მე არაფერს სამაგიეროს არ გეტყვი. მე უბრალოდ აგერ განახეთ ყველაფერი ხეზის გულზე, ვინ არის, რა არის და რატომ გამაგდეს მე საერთოდ დამტოვეს აფსაიდს და შემატოვეს აი ამ ვებერთელა მონს მარტოხელა ადამიანს. კიდევ ერთ მაქნას გაგიმართლოთ და რაღაცა მაინც გაიკეთებინოთ. ხოლო მე კი არც ვიცი რა უნდა გავაკეთო. ამისათვის კი ცოტა ხანი კიდე მაცალეთ და მე გეტყვით ჩემს გეგმას. სადაც უკვე ჩემს თავზე ავიღებ ყველაფერს. და მე მივდივარ ვაბანგზე. ისე რომ არავისი იმედი არ მაქვს. დამელოდეთ და მალე გაგაცნოთ ჩემს გეგმებსაც. გარგაბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.